Oleg Melnikovis საქართველოში ექსტრადიციაზე თანახმა. Ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით მელნიკოვმა შესაბამის განცხადებას ხელი უკვე მოაწერა. ახლა ქართულ მხარეზეა დამოკიდებული რავადაში უზრუნველყოფს ექსტრადიციისათვის საჭირო პროცედურების გავლას. ველიჯანაშვილი აცხადებს, რომ მელნიკოვი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და საქართველოში სიმართლის დასამტკიცებლად ჩამოდის. მელნიკოვის საქმეზე კიევის სასამართლოში ხვალ სააპელაციო განხილვა გაიმართება. Oleg Melnikovi არც გამოძიებას ემალებოდა და იგი მზად იყო, რომ ჩამოსული იყო საქართველოში და დაემტკიცებინა თავისი სიმართლე. სწორედ ამის გამო განაცხადა Oleg Melnikovმა იქაც თანხმობა, რომ ჩამოვიდეს საქართველოში და აქ დაამტკიცოს მისი უდანაშაულება. ის გარემოება, რომ თითქოს და პროკურატურას და გარკვეულ ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ იქ რაღაც ნათელს მოუφέρს თითქოს და შარადის კვლელობას, ან რაიმე გირგვლიანის კვლელობას, მინდა მოგახსენოთ დაზუსტებით, რომ Oleg Melnikovis პოზიცია არის ესეთი, რომ ის არამთუ ნათელს მოუφერს, საერთოდ აცხადოს არნერი შეხება არ აქვს ამასა და ის ჩამოდის საქართველოში არა იმის გამო, რომ ითანამშრომლოს და ვიღაცამ გამოიყენოს, არა იმიტომ, რომ მან დაამტკიცოს უდანაშაულოდ თავის თავი.